უმრავლესობას არ ესმის, რომ ღმერთს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებელი ორი სხვადასხვა გზა გააჩნია. ერთი სასწაულია, ხოლო მეორე კურთხევა. ხალხი არც ანიჭებს ამას სერიოზულ მნიშვნელობას. როდესაც საჭიროება გვიჩნდება, ღმერთს მიუმართავთ მის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ სულ არ გვაფიქრებს ის, თუ რა გზით აპირებს ღმერთი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება, იმიტომ რომ სასწაული და კურთხევა სხვადასხვანაირად მოქმედებს. შესაძლოა უმრავლეს თქვენთაგანს ეს კარგად არ ესმის, მაგრამ დროთა განმავლობაში შევძლებთ მნიშვნელოვანი განსხვავების დანახვას. ნება მიბოძეთ, შესავალში ეს ასე წარმოგიდგინოთ. თქვენს წინაშე ორი კარები რომ იყოს. ერთ სასწაული, მეორეს კურთხევა რომ ეწეროს. რომელი გზით ამჯობინებდით ღმერთისაგან მისი წყალობის მიღებას? რომელ კარებს გამოაღებდით? სავარაუდოდ, როგორც უმრავლესობა, სასწაულს ამოირჩევდით. უბრალოდ გსურთ, რომ ღმერთმა სასწაულები მოახდინოს. მაგრამ არის მთელი რიგი მახასიათებლებისა, რომელნიც სასწაულს კურთხევისაგან განასხვავებენ და ეს მკაფიოდ უნდა გვესმოდეს. უმჯობესი გზა და საშუალება ღმერთისაგან მისი წყალობის მიღებისა სწორედ კურთხევაა და არა სასწაული. ამან შეიძლება გაგაკვირვოთ. იფიქროთ, რომ ალბათ მე არ მჯერავს სასწაულების, მაგრამ ეს ასე არ არის. მინახია ჩემს პირად ცხოვრებაში მომხდარი სასწაულები. მინახია სასწაულები იმათ ცხოვრებაში, ვიზეც მილოცვია. მაგრამ სასწაული არ არის საუკეთესო გზა ღმერთისაგან მოვლენილის მისაღებად. აქ დამატებითი განმარტება გვესაჭიროება. თუ თქვენ კრიზისულ სიტუაციაში ხართ და იმის დრო არ აგაქვთ, რომ მოიყვანოთ მოქმედებაში კანონზომიერებანი, რომელნიც მონაწილეობას იღებენ ღმერთის სამეფოდან კურთხევების გამოვლენაში, ამ შემთხვევაში სასწაული საუკეთესო გზაა. მაგრამ საერთოდ ყველა სხვა შემთხვევაში უმჯობესია ღმერთმა თქვენ საჭიროებებს უპასუხოს კურთხევის და არა სასწაულის გზით. ამის სამაგალითოდ შეკითხვას დაგისვავთ. რას ამოირჩევდით? სასწაულს განკურნებისა თუ კურთხევას არასოდეს გახდეთ ავად? იმას ამჯობინებდით, რომ ყოველ დაავადების მოსვლაზე ლოცულობდეთ სასწაულზე და იყოთ სასწაულად განკურნებულნი? თუ ამჯობინებდით ღმერთთან ურთიერთობასა და მისი ნების შეცნობას, რის შედეგადაც მხიარული გული აჯამრთელებს, დავრდომილი სული კი ძლებს ფიტავს. ასევე პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გვაძლევს უფალი შენი ღმერთი და სხვა მრავალი მუხლები. იწყებთ ხელმძღვანელობას ამ აღთქმებით. შედეგად ხდება ღმერთის კურთხევების ამოქმედება თქვენ ცხოვრებაში ისე, რომ ავადადაც კი არ ხდებით. რას ამჯობინებდით? ფლობდეთ კურთხევას, რის შედეგადაც ავადმყოფობა ვერ გეკარებათ. თუ ავად ხდებოდეთ ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. შემდეგ ისწავლოთ რწმენის გამოხატვა, რომ განკურნების სასწაული მიიღოთ. ნებისმიერი გზა, რომლითაც ღმერთის წყალობას მიიღებთ, რა თქმა უნდა სასურველია. მაგრამ უკეთესია ვისწავლოთ ღმერთის კურთხევებში სიარული და არ დაუშვათ ავადმყოფობა, ვიდრე ვისწავლოთ ღმერთისაგან სასწაულების მიღება ავადმყოფობისა და სნეულებისაგან გასან თავისუფლებლად. კიდევ ერთი მაგალითი. რას ამჯობინებდით, როცა რწმენაში დგეხართ 6 თვის განმავლობაში, განაცხადებთ და შემდეგ მოულოდნელად ჰოპ და სასწაული მოხდა, მანქანა მიიღეთ. უმრავლესობა იტყვის, რომ ეს შესანიშნავია, მაგრამ იცით მე რას ვამჯობინებდი? ვიყო იმდენად კურთხეული ღვთისაგან, რომ თუ მანქანა დამჭირდა, არ არის პრობლემა, უბრალოდ წავიდე და ვიყიდო. არ გულისხმობ კრედიტით ყიდვას. არამედ იყოთ იმდენად კურთხეული, რომ თუ დაგჭირდათ მანქანა, უბრალოდ მიდიხართ და ყიდულობთ. ასე მოქმედებს ღმერთის კურთხევა. ნება მიბოძეთ რამოდენიმე განსხვავება მოგიყვანოთ სასწაულსა და კურთხევას შორის. მინდა დაუბრუნდეთ წერილებს, მათში ჩაძიებით განვიხილოთ ზოგიერთი უპირატესობანი და გული გაუხსნათ ამ ჭეშმარიტებებს. რამოდენიმე განსხვავება კურთხევასა და სასწაულს შორის. სასწაული. ღმერთისაგან სასწაულს უპირველეს ყოვლისა წინ უძღვის თქვენი კრიზისში მოხვედრა. დეტალურად ვნახოთ. სასწაული ნორმა არ არის. თუ ლექსიკონში სიტყვა სასწაულის მნიშვნელობას მოიძიებთ, ის ნიშნავს არაჩვეულებრივს,
განსაკუთრებულს, ბუნებრივი კანონზომიერებების შეცვლას ან შეჩერებას. ის არ არის კანონზომიერი. სასწაული ვერ იქნება უბრალოდ ნორმალური და ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. ის განკუთვნილია ექსტრემალური სიტუაციისათვის, კრიზისული მდგომარეობისათვის. ასე რომ სასწაულს წინ უძღვის თქვენი კრიზისში მოხვედრა. ამიტომ ისინი, ვინც ერთი სასწაულიდან მეორე სასწაულის მოლოდინში არიან, ცხოვრობენ ერთი კრიზისიდან მეორე კრიზისამდე. ამა თუ იმ დროს ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ხდება კრიზისები. ამიტომ იმას არ ვიტყვი, რომ სასწაულის მიღება არასწორია. ჩამოყალიბებული შეხედულება, რომ ყოველთვის სასწაულებს უნდა ელოდოთ, ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კრიზისიდან კრიზისამდე, პრობლემიდან პრობლემაში. კურთხევისაგან განსხვავებით, როდესაც ღმერთის კურთხევაა თქვენზე, კურთხევა თავიდან აგარიდებთ კრიზისს. ადრე მოყვანილ მატერიალურ, ფინანსურ ილუსტრაციას უნდა დაუბრუნდეთ. თუ თქვენ ვერ შეიცანით ღმერთის კურთხევა ფინანსურ, მატერიალურ სფეროში, ვერ შეისწავლეთ, თუ როგორ ხდება მათი დაკავშირება და ამოქმედება თქვენ ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც გიმთავრდებათ სხვადასხვა გადასახადების ვადები, მანქანა იქნება ეს თუ დაზღვევა ან რაიმე სხვა, ღმერთს შესთხოვთ სასწაულს და უცებ მოხდება რაღაც ზებუნებრივი მოვლენა, რომლითაც თქვენი ფინანსური საჭიროება დაკმაყოფილდება. მაგრამ ეს იქნება თქვენი საჭიროების ფარგლებში და არა დიდი სიუხვით. სინამდვილეში ფინანსური პრობლემების მქონეთა უმრავლესობა ლოცულობენ და პასუხად იღებენ სასწაულს. მაგრამ უახლოეს მომავალში ისევ დგებიან საჭიროების წინაშე და ისევე საჭიროებად სასწაული. შემდეგ ისევ საჭიროება და ასე შემდეგ. უბრალოდ ცხოვრობენ კრიზისიდან კრიზისამდე. ამავე დროს, თუ შეძლებთ იმის გათვითცნობიერებას, რომ ღმერთმა უკვე გაკურთხათ სულიერ სამყაროში ყოველგვარი ფიზიკური და ფინანსური კურთხევით, და თუ შეისწავლით, როგორ ხდება ღმერთის კურთხევების უწყვეტი ნაკადის გამოთავისუფლება თქვენ ცხოვრებაში, მაშინ მიაღწევთ იმ დონეს, როდესაც არასოდეს გიჩნდებათ ფინანსებზე ზრუნვის საჭიროება. ეხლა ძირითადი მომენტი. მინდა მოგიყვანოთ პირადი მაგალითი. როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით და ამავე დროს მსახურება დავიწყე, სავარაუდოდ ამ დროს დაუშვი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში, რაც გამოიხატა ჩემს მიდგომაში სრული დროით მსახურების მიმართ. ფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა ემსახურებოდა ღმერთს მთელი გულით, თუ ამასთან ერთად მუშაობ ჩვეულებრივ სამუშაოზე. რომ საჭირო იყო საკუთარი თავის სრული მიძღვნა. ეს არასწორია. არ გირჩევდით ასე მოქცევას. ასეთი მოსაზრებებით განპირობებული მოქმედებები არ შეესაბამებოდა ღმერთის კურთხევების გამომანთავისუფლებელ ქმედებებს. დაწერილია, რომ ვინც სახარებას ქადაგებს, უნდა იცხოვროს სახარებით. ვფიქრობ, თუ ცოტა ჩაუღრმავდებით, აქ იგულისხმება, რომ როდესაც სახარებას ქადაგებ, მაშინ სახარებით ცხოვრებას შეძლებ პროპორციულად იმისა, რამდენადაც ქადაგებ. თუ კვირაში სულ ერთხელ ატარებ ბიბლიის სწავლებას, ამას არ ქვია სრული დროის მსახურება. თუ შენი მსახურება მიაღწევს იმ დონეს, რომ ვერ შეძლებ მის სრულ განხორციელებას, თუ დამატებით ჩვეულებრივ სამუშაოზე იმუშავებ და მსახურება საჭიროებს სრულ დროს, მაშინ შეგიძლია იყო დაკავებული სრული დროით მსახურებაში. ეს ყოველივე თავიდან არ მესმოდა. ამის გამო არ მოქმედებდი ღმერთის სიტყვასთან შეთანხმებით. ეს არ იყო განზრახ დაუმორჩილებლობა ან უარყოფა. მიუხედავად ამისა, არასაკმარის მსახურებას არასაკმარისი ფინანსური ანაზღაურება მოჰქონდა. ამიტომ ფინანსურ სირთულეებს განვიცდიდით. ლოცულობდით, ღმერთს ვთხოვდით ჩვენი ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფას და ხდებოდა სასწაულები ერთი მეორეს მიყოლებით. მახსოვს, როდესაც ჩემი პირველი შვილი უნდა დაბადებულიყო, $600 გვჭირდებოდა. ექიმები, სამშობიარო, ყოველივე ერთად ჯამში $600 გამოდიოდა. ეს დიდი ხნის წინათ იყო. კარგად მოგეხსენებათ რა ღირს ეს ყოველივე დღეს, მაგრამ მაშინ არ მქონდა ეს თანხა და ეს ერთ-ერთი დიდი კრიზისი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი ვიღონე, რომ ეს თანხა მეშოვნა, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. მზად ვიყავი დამარცხება მეღიარებინა. ღმერთმა საოცარი გზებით გამომიგზავნა ადამიანი, რომელმაც გამამხნევა
და რწმენაში განმამტკიცა, რომ ღმერთის წყალობით ყველაფერი მოგვარდებოდა. მეორე დღეს ჯგუფისაგან, რომელსაც უკვე მთელი წელი ვემსახურებოდი ბიბლიის სწავლებით, რომელიც 100 მილის მანძილზე იყო ჩემგან დაშორებული და არავითარი კონტაქტი არ მქონდა მათთან, სუსტად $600 მივიღე. მაგრამ ეს იყო იმ დროის საოცრება. შემდეგში მე მაინც არ მქონდა საკმარისი ფინანსები, რომ ქირა გვეხადა. ამიტომ დაქირავებული სახლის დატოვება მოგვიწია. და როდესაც ჩემი პირველი შვილი დაიბადა, ნათესავებთან ცხოვრობდით. ცუდ სიტუაციაში არ ვიყავით. ისინი სიხარულით გვეხმარებოდნენ, მაგრამ თავს მაინც დამცირებულად გრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ბინის ქირა არ ქონდა გადასახადი, არავითარი სახსრები არ გაგვაჩნდა რაიმეს შესაძენად. იმ დღეს, როდესაც ჩვენი შვილი დაიბადა, დილა ადრიან სახლში ვბრუნდებოდი, სამშობიაროში გატარებული უძილო ღამის შემდეგ. გზას რომ ყოფნიდეს, იმის საკმარისი საწვავი არ მქონდა. არ ვიცოდი რა მექნა. არ გირჩევთ ასეთ მოქცევას. უბრალოდ გიყვებით იმას, თუ რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვიყავი. შევიარე ბენზინის გასამართ სადგურში და ჩავასხი ბენზინი რწმენით. ფიქრობ, უმრავლესობა ამას სისულელედ და ზედმეტ თავდაიმედებად მიიჩნევს. მაგრამ ასე მოვიქეცე იმ იმედით, რომ ღმერთი რაღაცა სასწაულით მოახდენდა ჩემი საჭიროების დაკმაყოფილებას. ვერ ვიტყვი, რომ ეს გონივრული იყო. უბრალოდ სასოწარკვეთილი ვიყავი. რთული დრო ითხოვდა რთულ მოქმედებებს. ასე რომ ვასხავდი ბენზინს მანქანაში და ამავე დროს ფული არ მქონდა. არ მქონდა არავითარი საბანკო ანგარიში, არც საკრედიტო ბარათი. არანაირად არ შემეძლო ბენზინის საფასურის გადახდა. და აი ამ დროს გამოვიდა ერთი კაცი. ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა ქრისტიანი მეგობარი. არ ვიცოდი, რომ თურმე ამ გასამართი სადგურის მფლობელი იყო. გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მკითხა აქ რა საკეთებო. უთხარი, რომ შვილი გვეყოლა. გაუხარდა და მიპასუხა, ეს ბენზინი მაშინ ჩემგან იყოსო საჩუქრად. მან არც კი იცოდა, რომ უფულოდ ვიყავი. მადლობა ღმერთს, იმის თქმა მინდა, რომ ხშირად ხდებოდა ასეთი სასწაულები. ეს შესანიშნავი იყო გარკვეულწილად. 20 წლის შემდეგ მახსოვს, გზაში ვიყავი. ღმერთზე ვფიქრობდი. წლები გავიდა მას შემდეგ. ათეულობით წლები, რაც სასწაულები ხდებოდა. მახსოვს, ერთხელ უფულობის გამო ყინვაგამძლე სითხის ჩასხმა ვერ შევძელი მანქანაში და ზამთარში წყალი გაიყინა. ბლოკი გამისკდა. შესაძლებელი იყო დაგენახა თუ როგორ გადიოდა შუქი. არ მქონდა არავითარი ფინანსური საშუალება რაიმე მეღონა. ხელი დავადე მანქანას, ვილოცე, ვაკურთხე და ასე ვიარე მთელი წელი გამსკდარი ბლოკით. ერთხელ დალაში მოგზაურობისას ბენზინი გაგვითავდა. შუა გზაზე გაგვიჩერდა მანქანა. გვიანი ღამე იყო. ციოდა, მანქანაში პატარა ბავშვი გვეჭდა. ფული არ ქონდა და არავითარი საშუალება არ იყო. სასოწარკვეთილებაში დავადე ხელი მანქანას და ვუბრძანე ეარა. მიუხედავად იმისა, რომ ბაკში ბენზინი არ იყო. ღმერთმა გაგვიმრავლა ბენზინის ჩარჩენილი წვეთები და ვიარეთ ასე ერთი კვირა, სანამ ბენზინის საყიდელი ფული არ მოვაგროვეთ. და აი 20 წლის შემდეგ ვფიქრობდი, ღმერთო, მე აღარ მინახავს ისეთი სასწაულები, როგორიც ადრე, უკვე დაახლოებით 20 წელია. არ მინახავს ბენზინის გამრავლების სასწაული. აღარ ჩანს ხალხი ადრე, რომ პროდუქტებს გვიტოვებდნენ კარებისცენ. აღარ იყო საჭიროება მანქანაზე ლოცვისა და მისი სასწაულად სიარულისა. ამან ცოტა არ იყოს დამაფიქრა. ვეღარ ვხედავდი სასწაულებს ისე ხშირად, როგორც ადრე. როდესაც ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ღმერთმა მკითხა, გინდა იმ დღეებში დაბრუნება? იმ დღეებში, როდესაც მანქანაში ბენზინის ჩასასხმელი ფული არ აქონდა. თუ უკეთესია დღეს, როდესაც ისე ხარ კურთხეული, რომ ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდება, შეგიძლია ბენზინის ჩასხმა.
როდესაც თუ ბლოკი გაგისხდა, წახვალ და ახალს დააყენებ. ან სულაც წახვალ და ახალ მანქანას იყიდი. ამდაგვარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ბუნებრივია, მადლობა ღმერთს, ვამჯობინებდი ამ დღეებს, სადაც ახლა ვარ. და ნათლად დავინახე განსხვავება სასწაულებით ცხოვრებისა და კურთხევებით ცხოვრებას შორის. სასწაულებები არ ხდება ყოველდღიურად. სასწაული რომ დაგჭირდეთ, თქვენი ცხოვრება კრიზისულ მდგომარეობამდე უნდა გაუარესდეს. მეორეს მხრივ, კურთხევა არის ღმერთის ბუნებრივი გზა და უფრო გავრცელებული საშუალება თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილებისა. კურთხევა თავიდან აგაცილებთ კრიზისს. ადამიანი, რომელმაც შეიცნო თუ როგორი ცხოვრობს ღმერთის კურთხევაში, იქნება ბევრად დიდ სიუხვეში და თავიდან აიცილებს იმ კრიზისებს, რომლებშიც ვარდებიან სასწაულიდან სასწაულამდე მცხოვრები ხალხი. ამ მხრივ კურთხევა ბევრად უკეთესი საშუალებაა ღმერთისაგან რაიმის მიღებისა. თუ დაბადების წიგნს დაუბრუნდებით და წაიკითხავთ პირველ თავს, სადაც ღმერთმა შექმნა ყოველივე სრულყოფილად, მან არა მარტო შექმნა ხეები, ბალახები, ცხოველები და ხალხი, არამედ აკურთხა ისინი. ნება მიბოძეთ წაგიკითხოთ ფრაგმენტი გამოცხადების პირველი თავიდან, სადაც აღწერილია ქვეყნიერების შექმნა. ავიღოთ რამოდენიმე მაგალითი. დაბადების პირველი თავის 22 მუხლი. მე-20 მუხლიდან დავიწყოთ. და თქვა ღმერთმა, აფუთფუთდეს წყალში სულდგმული, მიწის ზემოთ კი ცის მყარზე ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულები და ყოველი სულდგმული მცურავი თავთავისი სახის და მიხედვით. რაც კი წყალში ფუთფუთებს და ყველა ფრთოსანი თავთავისი სახით და მიხედვით. და დაინახა ღმერთმა, რომ ეს კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა, მოშენდით და იმრავლეთ და გააოსეთ ზღვის წყლები და ფრინველმა იმრავლოს მიწაზე. ღმერთმა შექმნა ყველა ეს სულდგმული. შემდეგ აკურთხა ისინი და თქვა, მოშენდით და იმრავლეთ. ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ცხოველთა სამყარო, არამედ აკურთხა ის. მიანიჭა ღვთიური წყალობა და შესაძლებლობა გამრავლებისა, შესაძლებლობა ფუნქციონირებისა, შესაძლებლობა დამოუკიდებელი მოქმედებისა მისი კურთხევის ქვეშ. იგივე მოიმოქმედა ღმერთმა ხალხზეც. 26-28 მუხლებში ნათქვამია. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყს, თელდედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა, მოშენდით და იმრავლეთ და აავსეთ მიწა. კიდევ ერთხელ, ღმერთმა შექმნა ადამიანი და აკურთხა ისინი. მისცა ძალაუფლება, მიანიჭა შესაძლებლობა გამრავლებისა. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, რითაც შეგიძლიათ განასხვაოთ, ნამდვილად არის სიცოცხლე ორგანიზმში თუ არა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შექმნეს ცოცხალი ორგანიზმი, გარკვეული ამინომჟავების შეერთებით, რომ მას ისეთივე ქიმიური სტრუქტურა აქვს, როგორც ცოცხალ უჯრედებს. მაგრამ კაცობრიობა ვერასოდეს შეძლებს შექმნას ის, რასაც გამრავლების, რეპროდუქციის თვისება ექნება, რაც ჭეშმარიტი სიცოცხლის ძირითადი განმსაზღვრელია. ადამიანს არ შეუძლია სიცოცხლის შექმნა. შეიძლება აიღოს ის, რაშიც უკვე არის სიცოცხლე და კლონირება მოახდინოს, მაგრამ ადამიანს არ ძალუძს შექმნას სიცოცხლე. როდესაც ღმერთმა შექმნა ყოველგვარი ქმნილება, ასევე მიანიჭა მათ გამრავლების უნარი, რაც დამფუძნებელი და ძირითადი განმსაზღვრელია ჭეშმარიტი სიცოცხლისა. და მან ეს მოახდინა კურთხევით. მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდებით ამ საკითხს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აზრი, რომელსაც ხაზი მინდა გაუსვა, ის არის, რომ ღმერთმა შექმნა ცადა დედამიწა სრულყოფილად. შექმნა საჭირო კლიმატი. შექმნა ყოველივე ურთიერთ დაკავშირებულ წონასწორობაში. და მან აკურთხა თავისი ქმნილება. მისი საწყისი ჩანაფიქრი იყო ცხოვრების დინება ამ კურთხევის შესაბამისად. არ იყო არავითარი კრიზისები, არავითარი პრობლემები.
მინდა რომ ამას დაუფიქრდეთ. ღმერთის განზრახვა არ იყო სასწაულების მოხდენა. სასწაული არის ცოდვის თანამდები პროდუქტი. ცოდვა მოვიდა ქვეყანაზე და მოიტანა ყოველგვარი პრობლემები. რის შედეგადაც სასწაულების საჭიროება გაგვიჩნდა. იესო ახდენდა სასწაულებს, რომელიც ზარის რეკვასავით იზიდავდა ხალხის ყურადღებას და ამტკიცებდა მის წარმოშობას. შემდეგ ეკლესიას დაუბარა მისი წარმომადგენელი ყოფილიყო. ამიტომაც ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა მისი საქმეები და სასწაულები. მაგრამ სასწაულები არ არის ღმერთის საუკეთესო გზა. საუკეთესო იქნებოდა ადამიანს დაუჯერებლობა რომ არ გამოეჩინა. ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო, ეშმაკს არ დამორჩილებოდა. არასოდეს იქნებოდა დაავადებები, არასოდეს იქნებოდა საჭიროება განგურნების სასწაულისა. ხალხს რომ ცხოვრება შეუცოდავად გაეგრძელებინა. არასოდეს იქნებოდა სიღატაკე, უსახსრობა, ფინანსური პრობლემები. არ იქნებოდა საჭიროება ფინანსურ სასწაულში. ადამიანს რო არ დაეწყო წინააღმდეგობაში მოქმედება, სიყვარულში რომ დარჩენილიყო, ღმერთის მიერ დასახულ გზებზე. არ იქნებოდა ომები და საჭიროება სასწაულისა ომებში. არ იქნებოდა ოჯახების დაანგრევა და მათ აღსადგენად საჭირო სასწაულისა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სასწაული არ იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი ღმერთისა. მან შექმნა ჩვენი სხეული და ექიმების გამოკვლევით გაირკვა, რომ სხეულს თვითგანგურნებისა და თვითაღდგენის უნარი აქვს. ექიმების თქმით, ადამიანის სხეულში მუდმივი ცხოვრების პოტენციალია ჩადებული. მაგრამ ექიმებმა ის ვერ გაარკვიეს, თუ რატომ ვერ ცოცხლობს მუდმივად ადამიანი ასეთი შესაძლებლობებით. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ გამოვედით ღმერთის კურთხევიდან, მისი მორჩილებიდან და დავემორჩილეთ სატანას, რომელიც სიკვდილის ავტორია. რის შედეგადაც სიკვდილი მოქმედებს ჩვენში. ღმერთის თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო მისი კურთხევების აქტიური მოქმედებებით ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა, ჩვენი წარმატებული, აყვავებული ცხოვრების შენარჩუნება და დაცვა. სასწაულების საჭიროება შედეგია ადამიანის ამბოხებისა, ღმერთის თავდაპირველი ჩანაფიქრის წინააღმდეგ. რამდენადაც ვიღებთ გადარჩენას იესო ქრისტეს სახელით და ვიწყებთ ჩვენი გონების განახლებასა და დაბრუნებას სულიწმინდის მორჩილებაში, სწორედ იმდენად ვუბრუნდებით ღმერთის კურთხევების ნაკადს, რომელიც ფაქტიურად გვაცილებს პრობლემებს ცხოვრებაში. ნაცვლად მოლოდინისა, სანამ ცხოვრებაში ყოველივე ისე გამოვა წყობილებიდან, რომ კრიზისულ მდგომარეობაში ვარდებით და ღმერთისაგან სასწაული გვესაჭიროება.